გამარჯობა, მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა მოსწავლებელი და დღეს ლიპარას გეობა. ჩვენი გადაცემის დღე და დღეს მინდა რომ მარო მაყაშვილი გაგახსენოთ და მისი დღიური განვიხილოთ. მარო მაყაშვილის დღიური 104 წელი გავიდა მაროს გარდაცვალებიდან და საბჭოთა ოკუპაციიდან, საქართველოს როცა რუსეთმა დაიპყრო. იგივე მტერი გვყავს დღესაც და მარო ისევ იგივე გმირია ჩვენთვის პატარა გოგო. და ვნახოთ რას წერდა თავის დღიურში. ეს მისი დღიურის მიხედვით შექმნილი წიგნია. თავიდან დღიური ესე გამოიყურებოდა, როგორც პირველ კადრში გაჩვენეთ. საქართველოს დროშაც კი აქვს მიხატული თავის დღიურის გარეკანზე და შიგნით კიდევ სხვადასხვა სურათები და ფოტოებიც კი ჰქონდა ჩადებული. ვნახოთ რას წერდა დღიურში მარო მაყაშვილი თავის განცდებს, ემოციებს. მე რამდენიმე ამონარიც წაგიკითხავთ ამ წიგნიდან და რომელიც დღიურის მიხედვით შედგა და ლიტერატურის მუზეუმმა გამოცა 2021 წელს. მაშასე, დავიწყოთ. დავიწყოთ, მოდი ბოლოდან, მაროს ბიოგრაფიით დავიწყოთ, მოდი, რითაც მთავრდება ეს დღიური. და ეს ბიოგრაფიული ცნობებიც მამამისმა, კოტე მაყაშვილმა დაწერა, რომელიც მაშინდელი მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო. და როგორც გადმოცემით ამბობენ, მაროს ტრაგიკულად დაღუპვის და რუსეთისგან მოკვლის შემდეგ, რომელიც ყუმბარაზე აფეთქდა, მამამისი ერთ დღეში გაჭაღარავდა თურმე. მაშინ 54 წლის იყო კოტე მაყაშვილი. მოკლედ ესეთ რამეს წერს მაროს ბიოგრაფიაზე. მარო მაყაშვილი დაიბადა 1901 წლის 25 მარიამობის თვეს, ძველი სტილით. მისი მშობლები არიან თამარი ეკატერინე გაბაშვილის ასული და კონსტანტინე მაყაშვილები. სწავლობდა ქალთა ქართულ გიმნაზიაში, რომელიც დაასრულა 1919 წელს და შემდეგ ქართულ უნივერსიტეტში შევიდა. სიტყვიერების სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტზე. ბუნებით უხვად დაჯილდოვებული, ცოცხალი და გამჭრიახი მარო მასთანავე იყო მეტად მორცხვი, კდებამოსილი და გულკეთილი. ქართული ლიტერატურა ზედმიწევნით იცოდა. წერდა მშვენიერის ქართული და იმეც იძლეოდა, რომ ჩინებული მწერალი გამოვიდოდა მომავალში. სიკვდილის შემდგომ მას დარჩა 2 დიდებული რვეული დღიურისა და პატარა მოთხრობები. ბეჯითაც შეუდგა უცხო ენათა ფრანგულისა და ინგლისურის შესწავლას. აზრად ჰქონდა ზედმიწევნით შეესწავლა ესენები და კაზმულ სიტყვიერების კლასიკური ნაწარმოებები გადმოეთარგმნა პირდაპირ დედნიდან. სამშობლოს აღდგენის და ქართველ ერის კეთილდღეობის იდეით იყო მთლად გამსჭვალული. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ იდეისკენ იყო მიმართული მისი გონება და გული. იგი იყო მისი ოცნება და ცხოვრების მიზანიც. ამ იდეამ იმსხვერპლა კიდეც. შევარდენის დაარსებას მარო ახტაცებით მიეგება. იგი ჩაეწერა შეგირდა და გულმოდგინედ მიუხედავად 1000 დაბრკოლებისა, ხანდახან დაცინვისაც კი იღებდა მონაწილეობას მის მეცადინეობაში. ამ საზოგადოებას ავკარგიანობაში დაეჭვებული უპასუხებდა ხოლმე გამოთქმით და აფორიზმებით პასუხობდა ხოლმე. 1921 წელს თებერვალში თბილისის გარშემო ახმაურდნენ ზარბაზნები. ვერავით არ მომუდარა, რჩევამ ვერ გასჭრა მაროზე. მე იქ უნდა ვიყვე, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი თანამემამულეთაო. 17 თებერვალს იგი ჩაეწერა წითელ ჯვარში მოწყალების დად. იმავე დღეს სანიტარულ რაზმთან ერთად წავიდა კოჯრისაკენ. 19 თებერვალს საღამოს მის გვერდით გამსხლარმა ყუმბარამ არც კი დააცალა უკანასკნელი სალამი ეთქვა სამშობლოსა და მშობელთათვის. კოტე მაყაშვილი. ეხლა კი ვნახოთ მაროს შესახებ მისივე დღიურიდან გავიგოთ. როგორ წერდა, რა უყვარდა და ასე შემდეგ. მაგალითად წერს ესეთ რამეს. დიდი ძილის შემდეგ ამოჰყო მზემ თვალები. თვალები დაისრისა, ზარმაცად გადმოხედა დედამიწას და გაიფიქრა, ნეტა რას აკეთებენ იქ, დიდი ხანი არ ჩამიხედნია. დედამიწამაც სიგრძნო სითბო და ნელ-ნელა გადაიხადა თავისი თბილი საბანი. აჩუხჩუხდა რუები, აღელდნენ ხეები. ხო, როგორ მართლა მწერლურად აღწერს, ხო? ბუნებას და გარემოს. კიდევ წერს ესეთ რამეებს თავის დღიურში. ნუ თუ არასდროს არ მეღირსება, რომ სადმე სოფელში სახლი და მიწა მქონდეს. ეგ არის ყველაზე დიდი ჩემი ნატრა. 1 წლის შემდეგ გავათავებ სწავლას და უსათვლოდ სამეურნეო კურსებზე წავალ. წავალ და რაში უნდა გამოვიყენო სწავლა, მე მამული არ მაქვს, მიწაწყალი. თუ კარგად ვიქნები, იქნება მამამ შეიძინოს სიბერის დროს დასასვენებელი ალაგი და იყიდოს მიწაწყალი. მაშინ როგორ მოვაწყობ, უსათვლოდ საფრანგეთში უნდა წავიდე და იქ შევისწავლო სამეურნეო საქმე. ჩემი ფიქრი აი ეგ არის. თავის სწავლაზე ფიქრობდა ევროპაში, განათლების გაგრძელებაზე და განვითარებაზე სულ.
ჩემი ნატრა თუ ამისრულდა ხომ კარგი და თუ არა და ძალიან მინდა ყველა ენები შევისწავლო ისე რომ მშვენივრად ვიცოდე. თუ არ ვიზარმაცებ მუსიკას გავაგრძელებ. მინდა საზღვარგარეთ ძალიან. წავალ უსათუოდ სწავლის შემდეგ ერთ წელიწადს ვიმსახურებ, მოვაგროვებ ფულს და გავუადვილებ ჩემ მშობლებს ამითი. იქ ცხოვრებისთვის ცოტა მეყოფა. ისე მინდა გავაკეთო რომ მამამ ბევრი არ მიგზავნოს. ჩემიც მქონდეს ძალიან პარიზში მინდა და იტალიაში. ნუ თუ რამე შემიშლის ხელს, ღმერთო გემუდარები, გეხვეწები, მონაშენი, დავიჭირო გამოცდები და სწავლა კარგად დავასრულო. არ შევკრთე და მალე გავიგო ამოცანა, რომელსაც მასწავლებელი მომცემს. ჩემი თხოვნა და მუდარა ეგ არის. თავის ღიურებში მარო ხშირად წერს კიდევ ყდაზეც კი ქონდა გამოსახული, ესე უცნობი უწერია ყდაზე. და კიდევ აქვს ხშირად წერს ის, მაგრამ ვინ არის ის, ანუ მისი გულის სწორი შესაძლებელია, ამას ღიურებიდან თლად ვერ ვიგებთ. ვეღარ შემხვდა ის, ვერ გამიგია ვერც მისი გვარი, ვერც მისი სახელი, მაგრამ ძალიან კი მინდა ვიცოდე. რა კარგია წიგნი, მეტადრე თუ ძალიან საინტერესოა. მე შემიძლია მთელი დღეებით ვიჯდე და ვიკითხო ერთი მეორეზე. მავიწყდება ყველაფერი რაც გარშემო ხდება, თლად მივეცემი ხოლმე წიგნს. ანუ წიგნზეც ფიქრობს და ადამიანზეც. ეს კიდე მისი ჩანახატებს აკეთებდა ხოლმე თავის დღიურში. ხან სამუს ჩაიხატავდა, ხან რაც მოეწონებოდა იმას, ესე ინიშნავდა ხოლმე. აი მაგათაც აქაც ქალის ტანსაცმელი აქვს ჩახატული. დღიური მისი ერთგვარი მესაიდუმლე იყო. ეს კი მამამისია კოტე მაყაშვილი ესე გამოიყურებოდა. მოდი კიდევ ნახოთ რას წერს მარო. თავის დღიურში, რომელსაც უზიარებდა თავის ფიქრებს. ნახოთ მაროს ამბები. პატარა 19 წლის გოგო იყო თან, ხო, მარო როცა ბრძოლის ველზე წავიდა. მაგრამ მანამდე რამდენიმე წელი წერდა დღიურს. მე ამბობდა რომ ამ დღიურის წერასო თავი დაანება. მე ისევ დაიწყო, აი ესე გამოიყურებოდა მარო მისი ერთ-ერთი ცნობილი ფოტო, რომელიც არის შემორჩენილი. აი მაგათაც ესეთ რამეს წერს. ნაღველი, რა ძნელია სიყვარული, თავისუფალი ქალი. ქალი თავისუფალ საქართველოში. რისთვის ღირდა სიცოცხლე? მოძღვარის გაკვეთილი მე-6 კლასში. ქუთაისში გამგზავრება დღიური, ხვალ ახალი წელია, შეხვედრა, თვალები, სიზმარი, ბეჭედი, თარგმანი. ნახეთ როგორ მართლა პოეტურად წერს, ხო, მოკლედ და გემრიელად. და კიდევ ესე იწყებს თავისუფალი ქალი, თავისუფალ საქართველოში. ოქროს სიტყვებია. კიდევ ნახოთ მაროს ამბები. ერთგან წერს დღიურში კიდევ რომ თუ გავთხოვდებიო, დღიურში ეგეთ რამეს წერს, რომ აუცილებლად მაინც ჩემი ფული მექნება, იმიტომ რომ ქალს თავისი ფული უნდა გქონდესო. მე ვთქვი და ვეცდები ეს შევასრულო. უსათუოდ თუ კი გავთხოვდები, ყველაფერი შესაძლებელია, ისე ადვილად ხდება ასეთი საქმეები წუთის სოფელში. მივთხოვდები უცხოელს, ქართველს არასდროს. მე ქართველი მიყვარს, დიდი პატრიოტიც ვარ, მაგრამ შეუძლება მასთან არასდროს. იქნებ მე ბავშვური ლანდებია, ჯერჯერობით 100-ია. უცხოელს მე ამაჩი გულისხმობ. ინგლისელი, ფრანგი, იტალიელი. ნახავ იმას, რაც არ ასე გაგიჟებით მინდა. მე მგონი მაშინ შემიძლია ავისრულო სურვილი, ვიმოგზაურო. ჩვენ ქართველს მანამ დაძძრავ ადგილიდან, შენ თვითონ რამე დაგემართება. ყოყმანობა, ფიქრი, არა ასე უფრო, რატომ არა ასე? უცხოელი რაღაც იტყვის, კანონია. ჩემი უზენაესი უდიადესი ნატურა ოღონდ ამისრულდეს, წავიდე საზღვარგარეთ. მინდა მარტო მოვახდინო ეს მოგზაურობა. მე გათხოვებაზე არც კი ვფიქრობ. თუ მოვა მეთქი, ეგ მარტო მაშინ უცხოელზე გავთხოვდები მეთქი. ეხლა ყოველივე გატაცებას უნდა ვერიდო. ანუ თან სწავლაზე ფიქრობდა, ბავშვია და ბავშვი რაღაცებს წერდა თავისთვის, მაგრამ როცა კი სამშობლოს დაჭირდა, უკვე პატარა ბავშვი მარო დიდ გოგოდ გადაიქცა, მოწყალების დადა მწითელ ჯვარში ჩაეწერა და ომში წავიდა. და იქიდან მამას ნახეთ ერთ-ერთ წერილს როგორ უგზავნის, ერთ-ერთი მისი ბოლო წერილია, რომელსაც მე ეხლა წაგიკითხავთ. საყვარელო მამა, მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისაგან 112 ვერსზე ვართ. 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის. ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია რამე ტკბილეული გამოგზავნეთ. თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისი არცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად. შენი მარო. ესე მთავრდება მარო მაყაშვილის წერილი, რომელიც მამას გამოუგზავნა და ერთ-ერთი ბოლო სიტყვებია მისი. ეს არის ამბავი, რაც მაროს დღიურიდან კიდევ ბევრი შეგვიძლია გავიგო და ვნახოთ. მე ლიპარასკევობა
სთან ერთად და მაროსთან ერთად გემშვიდობებით, შემდეგ ლიპარასკირობას შევხვდებით. დროებით. მადლობა მაროს, მადლობა თქვენ. ნახვამდის.